Advokata de iuristas საერთაშორისო ობსერვატორიის ხელმძღვანელი კახა ბენდუკიძის საკითხით დაინტერესების თხოვნით პრემიერ-მინისტრი იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურს და მთავარ პროკურატურას მიმართავს. საქმე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პრივატიზაციას ეხება, რომელიც 2005 წლებში გაიყიდა. რიგოლ გაგნიძის ინფორმაციით ტენდერის გამოცხადებიდან მეორე დღეს ხელშეკრულება ბიზნესმენებად წოდებულ რუს იტალიელებთან გაფორმდა, მისივე თქმით, დოკუმენტებით 100 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ქონების მითვისება გაფლანგვის ნიშნები იკვეთებოდა. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე პრივატიზაცია გამოცხადდა 2005 წლებში. გამოცხადებიდან მეორე დღეს ხელშეკრულება გაფორმდა ბიზნესმენებად წოდებულ რუს იტალიელებთან. ჩვენი ინფორმაციით მათზევე იმ პერიოდში აღძრული იყო სისამართი საქმე. პროკურატურას და ფინანსური პოლიციის მიერ ისმის კითხვა რატომ და რისთვის გამოუცხადა ნდობა ბენდუკიძემ ამათ, როდესაც მათ საქმიანი რეპუტაცია შელახული ჰქონდათ იმ პერიოდში, ვინაიდან მათ სისამართლე დევნა მიმდინარეობდა საქართველოს პროკურატურის მიერ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ, ამის შესახებ